მოგესალმებით. ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ და ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებამ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აზარალა. გამონაკლისი ვერ იქნებოდნენ ევროპის ქვეყნები. იმ ენერგეტიკული პოლიტიკის ფონზე, რაც ბრიუსელის ბიუროკრატიამ და ევროკრატებმა აირჩიეს, სრულიად გასაგებია, რომ საგრძნობი სირთულეები არის შექმნილი ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ეხება საავიაციო საწვავს, ბენზინისა და დიზელის ფასებს. ეს ეხება ასევე წარმოებასაც, ვინაიდან იაფი და ხელმისაწვდომი ენერგომატარებლები არსებითია პროდუქციის დასამზადებლად. მაგრამ ახლა, როცა ევროკავშირს აღარც ჩრდილოეთი ნაკადები ამარაგებს გაზით, ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტილია და ევროკავშირს თავისი მომწოდებლებისგან გათხევადებული გაზის მიღების სირთულეები აქვს, ევროკავშირში მაინც უწევთ რეალობაზე დაფიქრება. თუმცა მხოლოდ დაფიქრება და ფაქტების კონსტატაცია ვითარებას ვერ უშველის. არადა ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები ძირითადად სწორედ ამით არიან ხოლმე დაკავებული. მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ბრიუსელის ბიუროკრატია გეოპოლიტიკური პროცესებიდან მეორე ხაზზე აღმოჩნდა. ვითარება კი იქამდე არის მისული, რომ შტატების პოლიტიკურ ელიტაში აღარც უკრაინის საკითხებში უწევენ ევროკავშირს ანგარიშს. აღარც ევროკავშირის ენერგეტიკულ საკითხებზე მათი მდგომარეობით არიან დაინტერესებული. პირიქით, ამ რთული პერიოდის დროს დონალდ ტრამპმა ევროკავშირისთვის დაწესებული გადასახადების გაზრდა დააპირა 25%-მდე. საუბარია მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე. ამ ფონზე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება, სასოწარკვეთილ განცხადებად გამოიყურება. ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ორ თვეში საწვავის იმავე რაოდენობის იმპორტში 27 მილიარდი ევროთი მეტის გადახდა მოუწიათ. სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა, რამდენად არის საქმიანი ასეთი განცხადებების კეთება ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან მაშინ, როდესაც თავად საკუთარი ბიუჯეტის ხარჯვა საომარ პოლიტიკასა და სხვადასხვა დახმარებებისკენ აქვთ მიმართული. ძნელია ევროკრატების ასეთ განცხადებებს საქმიანი ვუწოდოთ. უფრო სწორად თვალსაჩინო ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის ევროკავშირის რეალური ინტერესები, ბიუჯეტის გონივრული ხარჯვა და ევროპელი მოსახლეობის მდგომარეობა მეორეხარისხოვანია. ისინი დიპ სტეითის დაკვეთას ასრულებენ, რაც ევროკავშირის დასუსტებას გულისხმობს. ფონ დერ ლაიენი აღიარებს, რომ თურმე ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებამ ევროკავშირს დაანახა, რომ განახლებადი ენერგიებიდან ბირთვულ ენერგიამდე ყველაფერი უნდა განევითარებინათ. და მაშინ რისთვის ანგრევდნენ და აჩერებდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ატომურ ელექტროსადგურებს. სწორედ აქ ჩნდება ისეთი შეკითხვები, რაც ევროკრატების ორმაგ სტანდარტებს გვიჩვენებს. ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი ყოველდღიურად 500 მილიონი ევროთი ზარალობს. მაგრამ ეს იმ ფონზე, როცა მანვე ევროკავშირის გადაიარაღების 800 მილიარდ ევროიანი გეგმა წარმოადგინა. ცოტა ხნის წინ უკრაინას 90 მილიარდი ევროს დახმარება დაუმტკიცა და ჯამურად უკრაინას ომის დაწყების შემდეგ 200 მილიარდ ევროზე მეტი გადასცა. სრულიად გასაგებია, რომ ასეთი პოლიტიკის გამო ევროკავშირს პრობლემები აქვს. ისიც გასაგებია, რომ ჩრდილოეთი ნაკადების აფეთქების შემდეგ და არათანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ფონზე ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ევროკავშირის ქვეყნებს ძლიერ ენერგეტიკულ გამოწვევებს შეუქმნიდა. ამ ვითარებას ემატება ისიც, რომ რუსეთმა 1 მაისიდან შეაჩერა ყაზახეთიდან გერმანიის მიმართულებით ნავთობის ექსპორტი, რომელიც მილსადენი დრუჟბას მეშვეობით ხორციელდებოდა. არადა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც შვედში მდებარეობს, სიმძლავრის 20% სწორედ ყაზახური ნავთობისგან იღებდა და ბერლინისა და ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ბენზინის 90%-ის მიმწოდებელი იყო. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, რას კარგავს ევროკავშირი არათანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის გამო. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალურ პოლიტიკაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ამ ცვლილებების ფონზე უცვლელია ერთი გარემოება. ევროკავშირი მთავარი დაზარალებულის როლშია ნებისმიერი გლობალური კონფლიქტის ან ძველი წესრიგის რღვევის პირობებში. ირანში მიმდინარე ომი, მისი შემდგომი განვითარებით, ჰორმუზის სრუტის შაკეტვით და სპარსეთის ყურეში მოპოვებულ ნავთობზე და გაზზე წვდომის დაკარგვით, მთელ მსოფლიოს ახალი ენერგოკრიზისით შემოუბრუნდა. ევროპელებისთვის კი ეს ენერგოკრიზისი ძალიან მტკივნეულია და კონტინენტის მომავალს უმძიმესი პერსპექტივით ემუქრება. მხოლოდ აპრილის განმავლობაში ბუნებრივ აირზე ფასები 40%-ით გაიზარდა და $500-ზე მეტი შეადგინა კუბომეტრზე. ენერგოკრიზისი ინფლაციის პროვოცირებას ახდენს. ავიაკომპანიების საწვავის დეფიციტი ევროკავშირის ისედაც შერყეულ ეკონომიკებს დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს. 2026 წლის აპრილის მონაცემებით რაინეარი გერმანიაში ფრენებს 50%-ით ამცირებს და ბერლინის ბაზას ხურავს, რაც მნიშვნელოვან შეზღუდვებს გამოიწვევს.
ავიაკომპანია გერმანიის სხვა ქალაქებიდანაც აუქმებს მიმართულებებს, რაც ზაფხულის სეზონის მგზავრობებზე ახდენს გავლენას. ცნობილი გერმანული კომპანია Lufthansa 20,000 რეისის გაუქმებას აპირებს ავიასაწვავის ეკონომიის მიზნით. ამგვარად კომპანია აპირებს 40,000 ტონა საავიაციო საწვავის ეკონომია მოახდინოს. ეს პირველ რიგში იმით არის გამოწვეული, რომ ავიასაწვავი იმაზე ბევრად მეტად გაძვირდა, ვიდრე ჩვეულებრივი საწვავი. მოკლე პერიოდში საავიაციო ნავთობის ღირებულება $195-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება იმ ნიშნულს, რაც კონფლიქტის დაწყებამდე ფიქსირდებოდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით ვითარება სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება. ნავთობის დანაკარგი გაიზრდება. სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ავიაკომპანიები ფრენებს აუქმებენ და კრიზისულ მენეჯმენტზე გადადიან. ევროკავშირის ლიდერშიპი კი ამ დროს ცდილობს უბრალოდ საწვავის ეკონომიას და მისი მოხმარების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყოს ხელი. იმის მაგივრად, რომ რუსული ნავთობის და გაზის იმპორტი გაზარდოს კრიზისული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ყველას ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნა უნდა შევამციროთ, რადგან ყველაზე იაფი ენერგია ის არის, რომელიც არ გამოიყენება. მოთხოვნა უნდა შევამციროთ მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის სრული პატივისცემით. ჩვენ განვიხილავთ ენერგოეფექტურობის დონეებს, როგორიცაა შენობების რემონტი ან აღჭურვილობის განახლება სამრეწველო ოპერაციებში. ეს არის რამდენიმე ღონისძიება, მაგრამ არსებობს სხვა ღონისძიებებიც, რომლებსაც მომავალ კვირას წარვუდგენთ ლიდერებს. შეზღუდვები თითქმის ყველაფერს შეეხება. საავტომობილო გზებზე მანქანების სიჩქარის შემცირება მინიმუმ 10 კმ/სთ ერთ-ერთი ის ღონისძიება, რასაც ევროკავშირი განიხილავს ენერგოკრიზისთან გასამკლავლებლად. თითქმის ყველა ევროპულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის მოხმარებაზე ლიმიტების დაწესება დაიწყეს. გერმანელი მძღოლები აცხადებენ, რომ მათ მანქანები რაც შეიძლება იშვიათად გამოყავთ გარეთ. მე ამას მიჩვეული არ ვარ. მე ჩემს ბავშვებს ბევრ ადგილას ვატარებდი. ახლა მე ეს აღარ შემიძლია. თუ შეზღუდვების ამგვარი დინამიკა გაგრძელდება, არ უნდა გაგვიკვირდეს საერთოდ გაზის ეკონომიის მიზნით ზაფხულში მოსახლეობას ცივწყალში ბანაობას თუ ურჩევენ. ევროკავშირის მასშტაბით მძღოლები ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიან, უფრო ხელსაყრელად რომ შეიძინონ გაზოლინი. პორტუგალიელი მძღოლები მასიურად გადადიან ესპანეთში, სადაც მთავრობამ დიდი რაოდენობის თანხებით ენერგოსექტორის სუბსიდირება მოახდინა. ეს ომი პოლიტიკური კრიზისია და როგორც ჩანს, ეს არასდროს არ დამთავრდება. ჩვენ არ გვაქვს ბომბები, მაგრამ ჩვენ მაღალი ფასები გვაქვს ყველაფერზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების და მინისტრების როლი ამ დროს საინფორმაციო აგიტაციის ფუნქციით შემოიფარგლება მხოლოდ. ხორვატიის ეკონომიკის მინისტრი თანამოქალაქეებს მოუწოდებს ბენზინის ზომიერად შეიძინონ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვდგავართ. ოპტიმალურად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ენერგიის წყაროები. მოვუწოდებ ხალხს არ მოიმარაგონ და არ შეიძინონ ენერგომატარებლები ირაციონალურად. ციფრები არ იტყუებიან და იმ ევროპული შოკის შესახებ მოგვითხრობენ, რაც ჰორმუზის სრუტის შაკეტვამ გამოიწვია ევროკავშირისთვის. ირანის ომის დაწყებიდან მხოლოდ 60 დღის განმავლობაში ევროკავშირმა 27 მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა ენერგორესურსებში, რაც ყოველდღიურად 500 მილიონი ევროს ტოლია. ანუ ამდენით გაიზარდათ ევროპელებს ენერგიის საფასური, მაგრამ ეს შეიძლება მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს შემცირების მაგივრად. გაზრდილი საფასურის გარდა, როგორც ბლუმბერგი იტყობინება, ანალიტიკურ ცენტრ ბრუგელზე დაყრდნობით, ევროპულმა ქვეყნებმა 10 მილიარდ ევროზე მეტი გამოყვეს მომხმარებლების და საწარმოების დაცვაზე ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში. არადა ეს უკვე მეორე სერიოზული ენერგოკრიზისია ევროკავშირში ბოლო 5 წლის მანძილზე. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე ევროპა ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების და ინფლაციის მსხვერპლი გახდა. ამას დაემატა უკრაინელების მიერ Nord Stream-ის გასადენების აფეთქება და ევროპელების გაზრდილი კომუნალური გადასახადები. მაგრამ როგორც ჩანს, Deep State-ის მიერ მართულმა ბრიუსელის ევრობიუროკრატიამ ვერც საკუთარ შეცდომებზე ვერ ისწავლა ვერაფერი და ვერც ის მარტივი რამ ვერ შეიგნო, რომ მხოლოდ საკუთარი თავისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ამას ემატება ევროკავშირის და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის აქამდე არნახული გაუარესების ტენდენცია, რაც სულ უფრო ბევრ სიურპრიზს გვთავაზობს. ირანის ომი და ჰორმუზის სრუტის შაკეტვა ევროკავშირის ახალ თავის ტკივილად იქცა, რაც ევროპელების ყოველდღიურობას სულ უფრო გაუსაძლისს ხდის. იმის მიუხედავად, რომ ევროგაერთიანება ამ ომიდან მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს, მისთვის უჩვეულო პრინციპულობას ავლენს და ტრამპის მუქარებს ითმენს, კონფლიქტის შედეგები ყველაზე დიდ ზიანს სწორედ ევროპულ კონტინენტს აყენებს. სრულიად ნათელია, რომ ეს ომი მსოფლიოს ეკონომიკისთვის კატასტროფაა. მისი გავლენა აბსოლუტურად აშკარაა. ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგაც კი ჰორმუზის სრუტის დახურვას გავლენა აქვს ინდო-წყნარი ოკეანის მთელ რეგიონზე, მათ შორის ავსტრალიაზე. ამავდროულად ევროპელმა პარტნიორებმა გერმანიაშიც თავიდანვე აღნიშნეს, რომ ჩვენთან ომის დაწყებამდე კონსულტაციები არ გამართულა. მანამდე არავინ არაფერი გვკითხა. ეს ჩვენი ომი არ არის და ამიტომ არ გვინდა ამ ომში ჩათრევა. სრულიად ნათელია, რომ ახლა რაც გვჭირდება არის დიპლომატიური გადაწყვეტა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ გვჭირდება სროლისა და მკვლელობების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მივმართავთ შეერთებულ შტატებს, მაგრამ ძირითადად ირანს, რომელიც რეგიონში თავის პარტნიორებს ესხმის თავს.
ენერგოკრიზისი ევროკავშირში უკვე მე რამდენი წელია, ხან გამწვავდება, ხან ოდნავ გაყუჩდება. მწვანე შეთანხმებამ, რუსეთ-უკრაინის ომმა, ევროკრატიის მავნებლურმა ენერგოპოლიტიკამ ევროკავშირი დიდ გასაჭირში ჩააგდო. ევროპის მთავარი ეკონომიკები, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, უკვე მე რამდენი წელია ვერ იზრდება. ახლა კი ამ მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. ენერგოკრიზისს ევროპაში შეუძლია ძალიან საშიში ეკონომიკური კრიზისის პროვოცირება. მაღალი ფასები ენერგომატარებლებზე ეკონომიკის ყველა სექტორს დაამძიმებს. ამან კი შეიძლება ერთდროულად ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია და ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ანუ სტაგნაცია გამოიწვიოს. საერთო ჯამში კი მივიღებთ სტაგფლაციას, რაც ისედაც დანაწევრების გზაზე მყოფი ევროკავშირისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში აღნიშნავს, რომ ამ კრიზისის ნეგატიური გავლენა გრძელვადიანი იქნება და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ამ კრიზისის რეალური გავლენა გრძელვადიანია. ის ვითარდება და არაპროგნოზირებადია. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თემების ყველაზე დაუცველი მოქალაქეები. შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დაუცველი სექტორები, როგორიცაა ენერგეტიკა და ინტენსიური მრეწველობა. და რაც მთავარია, შეგვიძლია მივიღოთ ზომები, რომლებიც დაგვიცავს მომავალი შოკებისგან. ევროპის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელზეც მის მაცხოვრებლებს ახლა მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ, დაფუძნებული იყო ერთ მარტივ დაშვებაზე, იაფ ენერგიაზე, რაც ევროპული ეკონომიკის ფუნდამენტი იყო. ამ ენერგომატარებლების დიდ ნაწილს ევროკავშირი რუსეთიდან იღებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვითდამაზიანებელი პოლიტიკით მათ ნელ-ნელა უარი თქვეს ამაზე, სპარსეთის ყურიდან ბრიუსელმა ნავთობის და გაზის იმპორტი გაზარდა. ახლა კი, როდესაც ირანის ომმა ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია, ევროკავშირი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ევროკავშირს შეუძლია ძვირადღირებული ამერიკული თხევადი გაზის შეძენის გაგრძელება, რაც მას უფრო დიდ ტვირთად დააწვება, და ინდოეთისგან რუსული ნავთობის იმპორტი, რაც ასევე უფრო ძვირი გამოდის, იმასთან შედარებით, როდესაც ის პირდაპირ რუსეთისგან ყიდულობდა. ირანის ომის ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული თუ ევროკავშირია, ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარის როლში რუსეთი გამოდის. ეს თანამედროვე ევროპული ყოფის ტრაგიკომიკური შემადგენელია. შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის შეძენაზე დაწესებული სანქციები დროებით მოხსნა. თავდაპირველად 11 აპრილამდე, შემდეგ კი ერთი თვით გაახანგძლივა. ეს კი რუსეთის ბიუჯეტში რამდენიმე ათეული მილიარდი ამერიკული დოლარის შედინებას ნიშნავს. მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა ნავთობის ექსპორტის შედეგად რეკორდული შემოსავალი მიიღო, რაც დღეში 760 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ამერიკული სანქციების დროებით შეჩერების შემდეგ, მხოლოდ მარტის თვეში კრემლმა 24 მილიარდი დოლარი მიიღო. ევროკავშირს კი კოვზი ნაცალში ჩაუვარდა ანტირუსული სანქციების უკვე 20 პაკეტის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო ევროკომისიამ რუსული ნავთობის ექსპორტის აღგზავნა მაისამდე გადადო. მოდით შევაჯამოთ. კონფლიქტის დაწყებიდან 44 დღის წინ ჩვენი ხარჯები წიაღისეულ საწვავზე 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა. 44 დღეში 22 მილიარდი евро და ენერგიის არც ერთი მოლეკულა დამატებით არ მიგვიღია. ეს აჩვენებს უზარმაზარ გავლენას, რაც ამ კრიზისს აქვს ჩვენს ეკონომიკაზე. მაშინაც კი თუ საომარი მოქმედებები და უყოვნებლივ შეწყდება, ენერგომომარაგების შეფერხება კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ ზომების სერია, რომლებსაც ლიდერებს წარუდგენთ მომავალ კვირას კვიპროსში და გეგმილ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე. 23-24 აპრილს კვიპროსზე ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართა. უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გარდა მთავარი თემა ენერგოკრიზისი იყო. ევროლიდერშიპი უძლური აღმოჩნდა, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მით უმეტეს ახლა, როდესაც ისინი პასიური დამკვირვებლების როლში არიან, რადგანაც მათ ირანის ომის დასრულებაზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ერთადერთი, რაზეც ისინი შეთანხმდნენ, ენერგომატარებლებზე გადასახადების შემცირება და რიგ შემთხვევაში მისი გაუქმება იყო, რაც უფრო ფორს-მაჟორული ზომაა, ვიდრე გრძელვადიანი მოგვარება. სამიტის დასკვნით დღეს ევროკავშირის სამიტზე არაბული ქვეყნების ლიდერებიც გამოჩნდნენ, მათ შორის ევროკრატიის ხშირი სტუმარი, სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა. ისტორიას გამეორება უყვარს. 1973 წელს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მძიმე ენერგოკრიზისი დაიწყო. მაშინ არაბულმა ქვეყნებმა ემბარგო გამოუცხადეს ყველა იმ დასავლურ ქვეყანას, ვინც ისრაელს უჭერდა მხარს. ნავთობის ფასი მოკლე პერიოდში ერთ ბარელზე 4-ჯერ გაიზარდა და 4 დოლარის მაგივრად 12 დოლარი შეადგინა. ევროპაში მაშინ ეკონომიკური რეცესია დაიწყო. გზები ჩაბნელდა. ხალხი მანქანებით ვეღარ სარგებლობდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკა მაშინ ჩამოიშალა და ევროპულ კონტინენტს 6 წელი დასჭირდა კრიზისიდან, რომ დაეღწია თავი. იქნება თუ არა ასეთი დამანგრეველი ამჟამინდელი კრიზისი, ჯერ უცნობია. თუმცა ექსპერტები და დარგი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა და არაფერი არაა გამორიცხული. ერენგის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ირანის ომით გამოწვეული ენერგოკრიზისი უფრო დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე 1970-იანი წლების კრიზისები.
ბევრ ჩვენგანს ახსოვს ნავთობის ორი კრიზისი მიყოლებით 1970-იან წლებში, 1973 და 1979 წლებში. მაშინ თითოეული ამ კრიზისის დროს მსოფლიომ 5 მილიონი ბარელი დაკარგა დღიურად. ანუ ორივე კრიზისის დროს ერთდროულად 10 მილიონი. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვკარგავთ 11 მილიონ ბარელს დღეში, უფრო მეც ვიდრე ორი ხსენებული კრიზისის დროს ერთდროულად. ევროკავშირი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თითქოს მწვანე ენერგეტიკა უნდა აეყვავებინათ და ეკოლოგიის დაცვაზე ეზრუნათ. დაიწყეს ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმა. შემოიღეს ისეთი რეგულაციები, რაც პროდუქციაზე ფასებს ზრდიდა. ამას მოყვა ომი უკრაინაში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩრდილოეთი ნაკადების გასადენების აფეთქება. როდესაც საქმე-საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია Deep State-ის დაკვეთით მის მიერვე შექმნილ ლაბირინთში გაეჭედა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.